სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც დასასრულს უახლოვდება და ეს არის ჩაწერილი 1980 წლის 3 თებერვალს. ჯონ მაკარტური აფრთხილებს ხალხს, ჩვენ ახლა მალე უნდა გავჩერდეთ, ასე რომ გთხოვთ რომ მოკლე კითხვა დასვათ, რომ სასწრაფოდ გავცეთ პასუხი. კარგით, ხო მოგცემთ უფლებას დაგვისვათ კიდევ რამოდენიმე კითხვა. სალამი ჯონ, მოგესალმებით. იოანეს სახარების მეხუთე თავში იესო საუბრობს მამაზე, რომ თქვენ არასოდეს არ გსმენიათ მისი ხმა, არც დროს და არ გინახავთ იგიო. არდა დაბადების წიგნში ნათქვამია, რომ მათ გაიგეს უფლის ღმერთის ხმა, რომელიც დადიოდა ბაღში დღის სიგრილეში. შემდეგ დაბადების მე-18 თავში ნათქვამია, ახლა გამოეცხადა მას უფალი მუხებთან, როცა ის კარვის კართან იჯდა, როცა თვალები ასწია შეხედა და 3 კაცი იდგენ მის წინ. ეს იესო იყო? და ჯონ მაკარტური ეუბნება, არა მგონია რომ ასე იყო. ვექვი რომ ეს სულაც არ იყო იესო, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, რასაც ჩვენ უძახით ქრისტოფანიას, ღმერთის ადამიანური სახით განსახიერება. ვერავინ ვერ დაინახავს ღმერთს მისი სულიერი არსის სრული სახით, სისრულეში. მაგრამ ღმერთი ზოგჯერ ავლენს საკუთარ თავს ლიმიტირებულად. ისევ როგორც მან შეიძლება გამოავლოს საკუთარ თავი სინათლის აალებულ ღრუბელში ან ცეცხლის სვეტში. მან შეიძლება გამოავლინოს თავისი წინასწარ განსახიერებული ადამიანურ ფორმაში. მაგალითად, ისინი მიდიან, როგორც თქვენ ახსენეთ, აბრაამის და სარას კარავში, დაბადების მე-18 თავში. მან შეიძლება გამოავლინოს რაღაც ქრისტეს განსახიერებაში. დიახ, ღმერთი არ ჩანს მისი სრული დიდებით. ასევე გამოსვლაში 33 თავში გახსოვთ, რომ ღმერთმა აიყვანა მოსე, როცა მან სთხოვა, რომ დანახვებოდა, ის კლდის ნაპრალში ჩააყენა და უთხრა, რომ მე როცა ჩავივლი, შენ ჩემს დიდებას დაინახავ ოღონდ ნაწილობრივ, ზურგიდან და გაჩვენებ ჩემს უკანა ზურგსო. ასე რომ ღმერთს შეუძლია გამოავლინოს საკუთარი თავი ფარულად, სხვადასხვა გზით. გასაგებია, დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია. სხვათა შორის მე მინდა უთხრა ბარბარას, რომელიც წინა კითხვას სვავდა, თქვენ აუცილებლად უნდა შეხვიდეთ FOV კლასში, რომ უფრო დეტალურად შეისწავლოთ ბიბლია. გასაგებია, დიახ, მადლობა. შემდეგი კითხვა.